სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები სამეგრელო სამალავებში აღმოჩენილ წამების ამსახველ ვიდეო მასალას ევროპელ კოლეგებს გააცნობენ. დელეგაციის წევრების ინფორმაციით ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებული დებატების თემას სახელწოდება შეუცვალა. თამას ეწოდება არა დებატები საქართველოში მდგომარეობის გაუარესების შესახებ, როგორც ამას ევროპის სახალხო პარტია ითხოვდა, არამედ დებატები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. დანაშაული ჩამდენი უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, არის არ ექვემდებარება დისკუსიას, არც საქართველოში და არც ევროპაში. ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ არ შეიძლება ეს თემატიკა გამოყენებული იყოს პოლიტიკური ოპოზიციის დევნისათვის იმ ფონზე, როცა რეალური და კონკრეტული დანაშაულების, მაგალითად ციხის წამების ფაქტებში მონაწილეების გათავისუფლება და საერთოდ პასუხისმგებლობა და გათავისუფლება ხდება. ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალური მხარდაჭერის პირობებში იყოს ქართული სახელმწიფო ევროსაბჭოდან ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მათ ზუსტად იცოდნენ, რა კოშმარში ცხოვრობდით ამ 9 წლის მანძილზე, რომ ვინმეს რაიმე ილუზიები არ ქონდეს იმის შესახებ, რომ თურმე იქ დემოკრატია ყვაოდა და ადამიანის უფლებები იყო უმაღლეს საფეხურზე აყვანილი და დღეს ვინმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვეწევით. მე მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომ ჩვენი დელეგაციის ყველა წევრის საქმიანობის ხარისხი, მე უკვე მესამე სესიას ვადევნებთ ხალხურს, ძალიან გაიზარდა. ამას აღნიშნავენ ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის დელეგაციის წევრები და ეს მე ძალიან მახარებს.